მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი დავით გუხალაშვილი. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით. ბატონი დავითი ბრძანდება ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი. იგი სამხედრო ჩინში ბრძანდება პოლკოვნიკი და არის პროფესიონალი, როგორც წარგიდგინეთ იგი თავის რეგალიებიდან გამომდინარე, ყველაზე კომპეტენტური პირი მე ყოველ შემთხვევაში ვინც ვიცი საქართველოში საჯარო სფეროში. შესაბამისად, ჩემი ინტერესი იყო რომ მომეწვია იგი ამ პოდკასტში და მაქვს შემდეგი შეკითხვები, რასაც ბუნებრივია ბატონ დათოს დაუსვავ და აი ესე ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყვებით. ბატონ დავით, ალიასკის შეხვედრა და ალიასკის შეხვედრა მინდა დავიწყო არა პოლიტიკური ჭრილში, იმიტომ რომ ამაზე ბევრი რამე ითქვა. უბრალოდ არსებობს ეხლაც ესეთი ექსპერტთა აზრი, რომ ეს იყო ზუსტად უსაფრთხოების მხრივ შერჩეული ალიასკა და ეს იყო ფაქტობრივად ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების ყურების მიღმა გაკეთებული შერჩეული სფერო. გამომდინარე იქიდან, რომ ვარაუდობდნენ არაბეთის ქვეყნებს, ვარაუდობდნენ ასევე თურქეთს, არც ერთში და არც მეორეში არ შედგა და შედგა ალიასკაზე. რამდენად ეს შეესაბამება სიმართლეს, რამდენად ეს ასეა, იმიტომ რომ ამავდროულად ჩდება კითხვები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ეს სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათ შორის არის ინფორმაციის გასვლა სადაზვერვო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მუსირებდა ეს აზრი. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად ეს შეესაბამება სიმართლეს და მართლაც ასეთი მძლავრია და ასეთი პროფესიონალური სამსახურია, რომ მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა დედამიწის ნებისმიერ სფეროში თავის საცეცები აქვს გავრცელებული? პირველ რიგში, როგორც თანამედროვე ეტაპზე ჩანს და ეს არის ცივი ომიდან მოყოლებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი არიან ახლო სტრატეგიული პარტნიორები და ისინი სხვადასხვა კონტინენტზე საკუთარი ეროვნული ინტერესების პრაქტიკულად ერთად განხორციელებას ახდენენ. მიუხედავად ამისა, ზოგადად ის შეხვედრა, რომელზედაც დღეს თქვენ შეკითხვას ვსვამთ, ეს შეხვედრა საინტერესო იყო არა მარტო დიდი ბრიტანეთის, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც დღეს არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ალბათობის მაღალი ხარისხით იქ განიხილებოდა ის გეგმა, რასაც ქვია ალბათ საბოლოო გადანაწილება მსოფლიოსი. ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადად სადაზვერვო საქმიანობაში გახლავთ ორი საშუალება. ეს არის ტექნიკური საშუალებები, რომელთაც ხდება ინფორმაციების მოპოვება და არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულია, ეს არის ადამიანური რესურსი. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს რისკების შემცირება არა მარტო დიდ ბრიტანეთთან, არამედ ასევე სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთანაც დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ორივე მხარეს შესაძლებელია იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც სხვა უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინტერესებს ასრულებენ და ამ შემთხვევაში გარკვეული ვაკუუმი, რომელიც გეოგრაფიული პრინციპით შეხვედრის შერჩევისას იყო გამოყენებული, შესაძლებელია ამით იყოს დაძლეული. თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან ნაკლები შანსია იმისა, რომ ესეთი თქვათ შეღწევადობა არსებობდეს. ყველაზე მთავარი გარსებითი გახლავთ ის ფაქტი, რომ ჩვენ მე პირადად, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნის ინტერესები მომძრაობს, ჩემი ქვეყანა მტკივა ყველაზე მეტად და რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა პირდაპირ მიბმულია რეგიონთან და მის მეზობლებთან და ამ შემთხვევაში შეკითხვა, რომელიც თქვენ დაასვით და სახელმწიფო, რომელზედაც მე თქვენ მკითხეთ, დიდ ბრიტანეთზე, ეს არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურად მუსირებს სწორედ სამხრეთ კავკასიაში და ის პრაქტიკულად გარკვეულ პროტექტორატს ახორციელებს კიდევაც. ეს არის ანალოგიური პერიოდი პრაქტიკულად რაც ანალოგიური მოქმედება და ანალოგიური კონტროლი რაც ხორციელდებოდა 18-21 წლებში. როგორ ვიცით ჩვენ ვიცით ეს მოვლენები
როგორ დასრულდა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისათვის ვფიქრობ, რომ ეხლა ამაზე მსჯელობა ჩვენ არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ ფაქტი სახეზია, რომ იმ შემთხვევაშიდაც მოხდა ისე, რომ ბრიტანეთმა ძალიან ბევრი რამ დათმო სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ შევიდა მოლაპარაკებებში საბჭოთა ხელისუფლებასთან, მიიღო მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი და ძალიან ბევრი არც უფიქრია და არც უნერული ემაზე რა პროცესებიც განვითარდა შემდეგ 70 წლის განმავლობაში საქართველოში. ამიტომ დღეს წარმოაჩენენ ისე ნებისმიერ მოვლენას, ნებისმიერ ფაქტს, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც არ ცნობენ რეალურ და ობიექტურ ისტორიას, რომ ეს რაც ყველაფერი მოხდა ჩვენთან მიმართებაში იყო და ყველაზე წარმოჩენილი არის რუსეთი. რუსეთი არის ერთ-ერთი მხარე, რომელმაც უბრალოდ გაიმარჯვა იმ ბრძოლაში, რომელშიც ის ჩართული იყო და ამ ბრძოლაში ჩართული იყო თურქეთი, ამ ბრძოლაში ჩართული იყო რუსეთი, ამ ბრძოლაში ჩართული იყო გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიც მათ შორის და მე ერთ-ერთ თუ არ ვცდები საარქივო დოკუმენტში წავასწრე კიდევაც ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ სადაზვერო მისია იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში სადღაც 20-იან წლებში და ზოგადად ესეთი იყო დასკვნა, რომ ნაკლებად ინტერესი გამოხატეს ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდისათვის საქართველოს მიმართ და ესეთი დასკვნა იყო გაკეთებული, რომ ადრე იქნება თუ გვიან იქნება საქართველოს მაინც რუსეთს დარჩევაო და რეალურად ზუსტად ისე განვითარდა პოლიტიკური პროცესები და ესეთი დასასრული ჰქონდა ყველაფერს. ეხლა იმიტომ გავაკეთე ეს მცირედი ექსკურსი, რომ როდესაც ეს ორი მხარე განმარტოვდა, ეს ამ ორი მხარის განმარტოვება და იგნორირება ყველა იმ მიმართულებისა, რომელზედაც შეიძლება ჩვენ აქცენტი გავაგდოთ და შეიძლება სავარაუდო შეხვედრა განხორციელებული იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორი სახელმწიფო არ ცნობს ზოგადად ამ გადანაწილების პროცესში სხვის ინტერესებს და რეალურად ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს ამ ორი სახელმწიფოს ინტერესებს. სავარაუდოდ ერთ-ერთ ვერსია ზოგადად მე ამჩვევია, რომ ვიზალადო მსმენელზე და გინდა თუ არა ესეთი 100%-იანი მტკიცებებით რაიმე და მე ვსაუბრობ ვერსიებზე და სხვა უფლებაც არ მაქვს. მაგრამ ფაქტია, რომ ესეთი ტიპის განმარტოვება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იგნორირებულია ყველა სახელმწიფო და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. ეხლა იმის შემდეგ რა მოხდება უკვე აქ ამის თქმა ცოტა ძნელია, მაგრამ არ უნდა გამოვიწყოთ ის გარემოებამ, რომ ზოგადად ისტორიას აქვს არსებობს პარალელიზმი ისტორიულ პროცესებში და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ გარკვეული ვაჭრობა წავიდეს დიდ ბრიტანეთთანაც და ზოგადად ვფიქრობ, რომ შესაძლებელი მე არ მინდოდეს ისეთი განვითარება პროცესებისა, რომელსაც ეხლა უყურებ და არ მინდა უბრალოდ ეხლა მის ძალიან სიღრმისეულად გაშლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არაერთხელ გამიკეთებია მასმედიის საშუალებებში განცხადება, რომ მოვლენები ძალიან წააგავს 18-21 წლების მოვლენებს და გითხრათ სიმართლე მე თვითონ მაქვს ნამუშევარი და სადისერტაციო ნაშრომი დაცული მაქვს სწორედ კონსადაზვერო უწყებაზე 18-21 წლების მაქვს ნანახი როგორც აგენტურული ისე ანალიტიკური მასალები საქართველოს საისტორიო არქივში და ძალიან ბევრი სამწუხაროდ ნიშანთა ერთობლიობა არის ამ ისტორიულ პროცესებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის უსაფრთხოების ნორმა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაც უნდა დაეცვა ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთის ფედერაციას საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ეს დაცულია. და კიდევ ერთი და მთავარი, რომელიც ვფიქრობ, რომ ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ნახეთ დავაკვირდეთ მოვლენებს. მაშინაც კი, როდესაც ზოგადად შეიძლება რომ რუსეთი საერთოდ დაშლილიყო, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაგ პერიოდშიც კი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში არ შედიოდა რუსეთის დაშლა. მე ანალოგიურ მასალებს წავაწყდი 18-21 წლის მასალებს, როდესაც ვაანალიზებდი და იქაც ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა თვითონ ბრიტანეთს, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა იარსებოს, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მეფის რუსეთი, თუ ეს იქნება, თქვათ, საბჭოთა რუსეთი. ერთ სიტყვით, ზოგადად ეს უბრალოდ ისე მოვლენათა პარალელიზმში რომ განვიხილოთ, აიმიტომ ამბობ მეც არაფერს და რატო ვამბობ, რომ სწორად იქცევა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. იმ შემთხვევაში თუ ისინი მესამე, მეოთხე, მეხუთე, თქვათ, ძალა შემოუშვებენ ამ
ეგრეთ წოდებულ სავაჭრო თქვათ ობიექტზე, ამ შემთხვევაში მათი მოგებები საკმაოდ შემცირდება. შესაბამისად, ესეთი შეხვედრები არ ხდება სპონტანურად და ეს არის ძალიან მაღალი კვალიფიციური და ლაბორატორიული სიზუსტით განხორციელებული ქმედებების და მომზადებული გეგმების შემდეგ, რომელსაც აკეთებენ სადაზვერვო სამსახურები და არ უნდა გამოვიცოთ უკვე ამ შემთხვევაში, რომ ამ შეხვედრამდე და შეხვედრის მერე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურებს ეკნებათ გარკვეული კოორდინაცია საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად ამა თუ იმ თქვათ რეგიონში თუ სახელმწიფოში. ეს ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა ჩემთვის როგორც ამ დარგის თქვათ მკვლევარისთვის ამ მიმართულებით პრაქტიკულად დაზვერვა და კონდაზვერვა არის ეროვნული საფრთხეობა და პოლიტიკური საფრთხეობა ჩემი საკვლევი მიმართულება. ამაში რაიმე ახალს და მნიშვნელოვანს უბრალოდ არ ხვდები. ყველაფერი რაც წინა პლანზე გამოდის, ერთად ემსახურება მაინც სადაზვერვო პროპაგანდის ელემენტებს, მაგრამ რეალურად ობიექტური რეალობა სულ სხვა არის და თუ ამის გარკვეული პროფესიული გამოცდილება და არიცი ელემენტები ზოგადად სადაზვერვო აქტივობების ძალიან ძნელია რომ მოვლენები ისე წარმოადგინო, რაც საბოლოო ჯამში არის რეალურად. ბატონ დათო. ჩემთვის ახლა კიდე მნიშვნელოვანია ის რომ როგორც თქვენ ასენეთ ახლა ჩვენ გლობალურად შევეხეთ ალიასკის შეხვედრას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც ჩემთვის ასევე თქვენთვის არის საქართველოს, კავკასია და რეგიონალური პოლიტიკა. აი აქ მუსირებს აზრი რომ დაუშვათ ის შუადერეფნის კორიდორი, რამაც საქართველოს უნდა გაიაროს, ერთ-ერთი მარშრუტი ყოველ შემთხვევაში. ეს არის საქართველოს ფინანსური მდგრადობის გარანტია და პოლიტიკურიც, იმიტომ რომ ინტერესანტების ველი ხდება და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოზე ზეგავლენა ნეგატიური ან თავდასხმა რამე ამდაგვარი ავტომატურად გამოირიცხება. ეს სეგმენტი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ დაუშვათ სატრანზიტო ხაზს აქ თავის გვერდითი მოვლენები, რაც შლეიფად დაყვება. ეს არის იარაღით ვაჭრობა, ეს არის ნარკოტიკები კიდევ უფრო მძიმე არის, ხალხით ვაჭრობა, კიდნეპინგი და ასე შემდეგ, ეს ცნობილი ტრაფიკები იყო თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპაში რო გაყავდა და იქიდან პირიქით უკან სამხრეთ აღმოსავლეთში და მე მაგალითად ვიცი რომ აი ანაკლიის სპორტი არის ჩვენი ეკონომიკური მომავალი, მაგრამ მე ასეც ისიც ვიცი რომ მაგალითად გამბურგის პორტი, როტერდამის პორტი, ანტვერპენი, აი ესეთი დიდი სავაჭრო ჰაბები თავის გარშემო ქმნის ერთგვარ მიკროსამყაროს. თითქოს სახელმწიფოშია. და აი ამის კონტროლი და ამის საშიშროება რამდენად არის და დაუშვათ ეს ახალი გამოწვევა იქნება რომ ამას შესაბამის სამსახურები, შესაბამისი უსაფრთხოების დეპარტამენტს თუ უსაფრთხოების სამსახურებს რაღაც განსაკუთრებული განყოფილება უნდა დაემატოს თუ ეს ჩვეული ნორმა არის უშუალოების სამსახურის ეს მათი ჩვეულებრივი საქმიანობაა. ესე იგი, ზოგადად ორი მიმართულება არსებობს, როგორც სადაზვერვო, ისე კონსადაზვერვო საქმიანობაში, ეს არის გეოგრაფიული პრინციპი და ეს არის ხაზობრივი პრინციპი. ესე რომ სახელმწიფო ამ მიმართულებაზე ჩვეულებრივად ჩართული იქნება, არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა ის იმ ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებიც თავიანთ ინტერესს გამოხატავენ ზოგადად ამ მარშრუტის არსებობით, ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ ობიექტური რეალობა, რომ ანაკლიის სპორტს საქართველოსთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების მიერ გარკვეული შეთავაზება იყო გაკეთებული ამერიკის შეერთებული შტატებისადმი და ყოველ შემთხვევაში, რაც ჩემთვის ცნობილია, პირველ ეტაპზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა ზოგადად ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მყარად დგას ფოთის სპორტში. ზოგადად ეხა იმის დრო მე მგონი არ გვაქვს, რომ ისტორია მოყვეთ თუ რა მოხდა ფოთის სპორტთან დაკავშირებით, ეს არის მე მაინც ვხედავ ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის ნიშნებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება, როდესაც სამწუხაროდ
სტატუსი მოუსწეს სტრატეგიულ ობიექტებს, რაც გახდა მათი გასხვისების საფუძველი და პრაქტიკულად როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით ფოთის სპორტის არსებობა ესეთი თქვათ სტატუსით როგორითაც ის არის სახელმწიფოსათვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. პირველ ეტაპზე მისი გასხვისება მოხდა არაბულ კომპანიაზე, სადაც სახელმწიფო მნიშვნელოვან წილს ფლობდა, ამ შემთხვევაში კიდევ დასაშვები იყო. თუმცა ჩემი პოზიცია გახლავთ ის, რომ მეტნაკლებად ვიცი და შესწავლილი მაქვს საკითხი, რომ ზოგადად პორტი არ უნდა გასხვისებულიყო, იმიტომ რომ პორტს შეეძლო რომ უფრო მეტი მოგებით ემუშავა, მაგრამ რაც მოხდა საბოლოო ჯამში შემდეგ არაბული კომპანია ყიდის ამ პორტს და საბოლოო ჯამში მთლიანად 100%-იანი წილებელი ხდება შემდეგ დაარსებული კომპანია, რომელიც არის ეს პორტის მფლობელი და ეს გახლავთ კომპანია, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო გადაზიდვებით ძირითადად დაკავებული. აღარ საუბრობ ეგრეთ წოდებულ თელსაყრდენებზე, რომლებიც იქ არიან მოვლენილი, ამის ანალიზი კიდევ თამათებით სხვა დასმის საშუალებას მოგცემს. ესე იგი პრაქტიკულად არსებობს მდგომარეობა, რომ სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით თუ საქართველოს რაღაც კონკრეტული ინტერესი ექნებოდა სპორტის გამოყენებით და ის არ იქნებოდა, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ზოგადად რომ ბლოკირებული ყოფილიყო ისეთი თვირთის შემოტანა და მისი შემოტანის დაჩქარება ფოთის სპორტით, რომელიც პრაქტიკულად განავთქვათ პირობითად ესე რომ ვთქვათ, თუ არსებობს ესეთი საფრთხე კონსტიტუციური ცნობილების საადობრივი დამხობა და ამისათვის გარკვეული ვთქვათ საშუალებების შემოტანის ბლოკირება იქნებოდა შესაძლებელი თუ ის არ იქნებოდა თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად ესეთი მდგომარეობით სპორტი არის საფრთხე ქვეყნის საფრთხეებისათვის სამხედრო პოლიტიკური დესტაბილიზაციის თვალსაზრისით. ამიტომ ალტერნატივა ჭირდებოდა სახელმწიფოს და ვფიქრობ თუ იქაც იგივე პროცესები არ განვითარდება, რამდენადაც ღია წყაროებიდან ჩემთვის ცნობილია პაკეტის პირატესობა საქართველოს ფლობს სახელმწიფო, მე ვფიქრობ რომ ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა რომ გარკვეული ალტერნატივა არსებობდეს საქართველოში და რეგიონშიც. ამ შემთხვევაში დავაკვირდეთ ახლა უკვე ძალთა ბალანს, ესე იგი თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ვფიქრობ რომ საკმაოდ ისეთ ძლიერ სახელმწიფოებზე ვსაუბრობ, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი სპეცსამსახურეები აქვს. ძალიან ძნელია ახლა ასეთ სახელმწიფოებთან პაექრობა და არ უნდა დაგვაუწყდეს რომ გარკვეულწილად ესეთი დერეფანი მოეშალა რუსეთს და ამ შემთხვევაში რუსეთი არის განაცხენებული მხარე. მე მაინც ვფიქრობ რომ ამ დერეფანში რაღაც ტიპის მონაწილეობა და სარგებელი ექნება რუსეთის ფედერაციასაც, ამიტომ ესეთ დერეფნებს აქვს ძალიან ბევრი ისეთი საშუალება, სადაც შესაძლებელია რომ ყველა სახელმწიფოს თქვათ ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული და ეს ყველაფერი მაინც მოლაპარაკების და პროცესების სწორად მართვაზეა დამოკიდებული. ესე რომ ერთ-ერთი გამოსავალი რა ჩვენი ტიპის სახელმწიფოს აქვს და მე სწორად გავიგე თქვენი შეკითხვა რომ რამდენად ძოლისუნარიანი ვართ ჩვენი საფრთხეების მიმართ, რომელიც ჩვენ წინაშე იქნება, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ პრაქტიკულად ვითანამშრომლოთ ოღონდ არა საკუთარი ინტერესების დაზიანებით, არამედ საკუთარი ინტერესების გატარების ხარჯზე კოორდინირებულად სადაზვერო და მათ შორის კონსადაზვერო მიმართულებით არის გარკვეული კოორდინაცია შესაძლებელი. ვსაუბრობ უსაფრთხო კოორდინაციაზე, სამწუხაროდ მე არ მაქვს იმის უფლება, რომ უფრო მეტად ჩავშალო ეს ტერმინები და არ არის ამ წუთი საჭირო, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვისაუბროთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ შვიდობის გასაღები დევს აბსოლუტურად ყველა დერეფანში. თავარია, რომ გარკვეულწილად დაბალანსდეს სიტუაცია, ხელისუფლებამ არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ რეალურად დაზიანდეს ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ისე სამხედრო უსაფრთხოება. ერთი მიმართულება გახლავთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარად არის ფოთის სპორტში ფეხმოდგმული და იქ მისი ინტერესი მაღალია. ამერიკის შეერთებულ შტატებს გარკვეული ინტერესი აქვს იმ კონსორციუმშიც, რომელიც ჩამოყალიბებულია ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ყველაფერი გაჟღერდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა დატოვა ეს კონსორციუმი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,
თვორცდები მაერსკი არის ესეთი კომპანია, ის კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოზიციებს და ეხლა მისი გადაზიდვის მასშტაბები რო გავაანალიზოთ, ვფიქრობ, რომ აქაც საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავარი არაფერი არ უნდა შეგვეშალოს, ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ამ ყველაფერი რაც ხილვალად ჩანს და არავინ არაფერზე არ საუბრობს, სამწუხაროდ არ საქართველოში, მათ შორის ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ამ დერეფნის აწყობას და ჯერჯერობით ბოლომდე გამართული არ არის, მაგრამ დაწყებულია გარკვეული გადაზიდვები, ხელი შეუწყო იმ საომარმა მოქმედებებმა, რომელიც განვითარდა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის და პრაქტიკულად იქ დერეფანი მოისმა. ამიტომ თავისთავად არსებობს გაღიზიანებული და დაინტერესებული მხარე და შესაბამისად აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი ინტერესი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ყოველთვის ვისჯებით მაშინ, როდესაც არ ვითვალისწინებთ ყველა ქვეყნის ინტერესს, რომელსაც შესაძლებელია გარკვეულ პროცესებთან კონდეს კავშირი და ვფიქრობ, რომ უკვე უნდა გვეყოს გონიერება ჩვენი ამ 30 წელზე მეტი ისტორიის უკვე დამოუკიდებლობის განმავლობაში, როცა ყველაფერი გადავიტანეთ, რომ კიდე რაღაც ახალი არასწორი ნაბიჯი არ გადავდგათ და ეს არ მოგვიბრუნდეს შემდეგ სამხედრო პოლიტიკურ დესტაბილიზაციით. ბატონ დავით. ეხლა მე მაინტერესებს ახლა მოსავლეთის საკითხები. საკითხების ხმამაღალი ნათქვამია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. აქვე არის ბუნებრივია სირია და აქვე არის თურქეთი. და რაც ყველაზე უცნაურია, რუსები თან მონაწილეობენ, ანუ ინტერესანტები არიან, იმიტომ რომ ორი ბაზა დაიტოვეს. და ამავდროულად პასიურ მდგომარეობაში არიან. აი აქ რა ძალთა გადანაწილება არის? აქ მართლა ხდება სირიის ისე გაყოფა, როგორც დაუშვათ მედიაში არის და ექსპერტთა ნაწილი ამუსიერებს ამას, რომ სირია უნდა გაიყოს ისრაელისა და თურქეთს შორის. მაშინ კითხვა ჩდება რუსეთის პოზიცია რა იქნება. და აქვე ვთქვათ, ეს 12 დღიანი ომი რო იყო ირანთან დამოკიდებულება ისრაელის ამერიკელების დახმარებით. აი ამ კონტექსტში ზოგადად ეს კავკასიური, სამხრეთ კავკასიური და ახლომოსავლური კონფლიქტური ზონა რა შეიძლება, როგორ შეიძლება უბრალოდ განვითარდეს? რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს? მართლა შეიძლება, რომ სირიის გადაფორმატირება მოხდეს, ან იგივე ირანის დაუშვათ, იმიტომ რომ არსებობს გეგმა, რომ ირანი სამნაწილად უნდა დაიყოს, დასავლურ ანალიტიკურ სამსახურებს აქვს ეგენ უფრო იტყვით, ახლა მე რომ ზედმეტად არ ვილაპარაკო, არ დავტვირთო ეთერი. და აქვე მაინტერესებს უშუალო ჩვენი მეზობლის თურქეთის როლი ამ ყველაფერში. ესე იგი, მაინც ისე პირველ შეკითხვას ვუბრუნდებით და ვფიქრობ, რომ იმ პირველ შეკითხვაზე რომელი მიმართულებაც ჩვენ გავიარეთ, მე ვფიქრობ, რომ იქაც ამ მიმართულებით საკმაოდ ძალიან კარგად იქნებოდა გეოგრაფიული რუკაც გაშლილი და ალბათ ფანქრების მოძრაობა ძალიან დიდი იქნებოდა ამ რუკაზე. ეხლა პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმ აზრს, რომ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში როგორც ახალგაზრდათა მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე საშუალო და ძველგაზრდათა მნიშვნელოვანი ნაწილი ყველა პროცესს აფასებს სამწუხაროდ ეგრეთ წოდებულ ქართულად და ეგრეთ წოდებულად მეს პრინციპით და მე როდესაც სტუდენტებს თან შევდივარ ლექციაზე, ალბათ მეორე ლექციაზე უკვე ვიწყებ საუბარს, რომ ზოგადად ერთი რამ უნდა იცოდეთ თქვენ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების სპეციალისტებმა, რომ ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობები გავს სავაჭრო დაღს, სადაც დომინანტი ქვეყნები მასზე მცირე და პატარა სახელმწიფოებს და სრულ სახელმწიფოებს, როგორც საკოლმეურნეო ბაზარში განთავსებულ პროდუქტებს ისე ყიდიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით თუ ცოტა გავაანალიზებთ კიდე სიღრმისეულად პროცესებს, დააგვირდით ამ შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი ალიანსი. ამ შემთხვევაშიც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი გარკვეულწილად შეთანხმებულად მოქმედებენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საომარი მოქმედებები, გარკვეული თქვათ პოლიტიკური ვითარების შეცვლა, ახალი ხელისუფლების მოყვანა და ეს კიდე საკითხავია ზოგადად, ეს კიდე ახალი ექსპერიმენტია და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე უბრალოდ
ჩვენი ტიპის სახელმწიფოები ეს კიდე აუცილებლად ჩვენმა და ნებისმიერმა ჩვენი ტიპის სახელმწიფომ ალბათ უსაფრთხოების კლასიფიკატორში აუცილებლად უნდა ჩადონ, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ ის გარემოებები, რომ მიზანმიმართულად შეიძლება სახელმწიფოებში ინსპირირებული იქნას ტერორისტული დაჯგუფებების ჩამოყალიბება და შემდეგ ამ ტერორისტული დაჯგუფებების მოყვანა ხელისუფლებაში. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მაინც ვფიქრობ, გარკვეულ კოორდინაციის ელემენტებს სხვანაირად არ იქნებოდა, იმიტომ რომ თუ კოორდინაცია არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ორი ქვეყანა პრაქტიკულად საერთაშორისო ურთიერთობებში იწვევიან დომინანტ სახელმწიფოებად. ამ ორ სახელმწიფოს აქვს პრაქტიკულად ორივეს ერთად ერთი მნიშვნელოვანი ან ორი ან სამი მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელიც ერთმანეთის გარეშე პრაქტიკულად მისი გადაჭრა ვერ მოხერხდება. ამიტომ ესეთი ალიანსები დასაშვებია და ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით თუ ზოგადად არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში მათ შორის აუდიტორიებში, როგორც სატელევიზიო სივრცეში, ისე მასმედიაში და მათ შორის თქვა სამეცნიერო სივრცეში და უნივერსიტეტებში თუ გაიშლება ესეთი თემები, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს ეკლებათ ნაკლები საფრთხე პოლიტიკური დესტაბილიზაციის კუთხით. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ყველა ის პროცესი, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ, ეს არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესები, ის რაც ხდება საქართველოში, ის რაც ხდება სირიაში და ეს შემდეგ. ეს უნდა განხილული იქნას სიმბიოზში. აქ არის გამოყენებული პრაქტიკულად ძალის ენაც ისრაელსა და ირანს შორის განვითარებული მოვლენების სხვას არაფერს. აი დააკვირდით, ესეც კონტროლებადი პროცესი იყო პრაქტიკულად ისრაელის ქმედებები და ირანის ქმედებები გარკვეულ კონტროლებად ჩარჩოში იყო ჩასმული. მათ არ მისცეს მოვლენების განვითარების შესაძლებლობა. მე ძალიან შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ უძლურებაში ახლა ირანი ჩავარდნილი და მას არ ქონდა თქვათ რაღაც მნიშვნელოვანი გეგმები, რომ სხვადასხვა პროცესები განეხორციელება, მაგრამ კონტროლებად ჩარჩოში ჩასვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ ეს ორი სახელმწიფო ქმნის ამ კონტროლის ჩარჩოებს. ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ ალიასკაზე ეს საკითხის განხილული იქნა და გარკვეულწილად თუ რაიმე ცვლილებებს შევხვდებით, ეს იქნება სწორედ იმ გეგმის ნაწილი, რომელზედაც შესაძლებელია ეს ორი პრეზიდენტი შეთანხმება. მე არ ვფიქრობ, რომ თქვათ ყველაფერი აბსოლუტურად გადაწყდა ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ, უფრო ვეჭვობ, რომ მათ ყველაფერი გადაწყვეტეს დაბალანსებულად და ორივე მხარე მიიღებს საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენას. რატომ არ შეიძლება თქვათ რაიმე გაყოფებზე ვისაუბროთ მას შემდგომ, როდესაც ძალიან შორი ისტორიებში ვარ ვიაროთ, რაც თქვათ მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. გამარჯვებული მხარე ყოველთვის ცდილობს რომ შეიძლება მეტი მიისაკუთროს და ამ შემთხვევაში მეორე მხარე, რომელსაც დომინირების შესაძლებლობა აქვს, ის ცდილობს კიდევ რაღაც ამ სიტუაციიდან თავის სარგებელი მიიღოს. ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად დაველოდოთ მაინც მოვლენების განვითარებას და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერის რაც განხორციელდება, სავარაუდოდ ეს თემები განხილული იყო ალიასკაზე და მათ შორის როგორც მყარი დემოკრატიის, ისე არა მყარი დემოკრატიის სახელმწიფოებში ხელისუფლებების ცვალებადობის კუთხით. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის გეგმები, რაც განხილული იყო ალიასკაზე, იმ გეგმებში ძალიან ბევრი სახელმწიფოს ხელისუფლებები არ ზიან და ნებსითი უნებლიეთ მათ მოუწევს პრაქტიკულად ხელისუფლებებიდან წასვლა. მე ვფიქრობ, რომ არსებობენ ღია ძალები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებში პირდაპირ გამოდიან და დომინირებენ და ჩვენ მიჩვეული ვართ მათ ყურებას, მაგრამ არსებობს ძალები, რომლებიც ზოგადად არ ჩანს, ეს არის ფინანსური და სამხედრო წრეები, რომელიც პრაქტიკულად სოფლიოს მართავენ და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ამ წრეების ჩანაცვლებასთანაც კი. და სწორედ ეს გამოიწვევს იმას, რომ რეალურად იმ განფენაზე, რასაც ჩვენ უყურებთ საერთაშორისო ასპარეზზე, იყო ძირითადად ის იმ ფინანსური და სამხედრო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც დამარცხდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომლებიც პრაქტიკულად დომინირებდნენ სოფლიოში. თუმცა რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება და ისა რა ქვია, ყველა სახელმწიფო იდეალურად იცხოვრებს და აღარ იქნება ომები, აღარ იქნება სამხედრო გადატრიალებები, პოლიტიკური ლიდერების კლალობები, ნარკობიზნესი
არ განვითარდება და ტერორიზმი ამისაგან ძალიან შორსა ვარ, იმიტომ რომ დომინირების როგორც შესანარჩუნებლად, ასევე კიდე სხვა მიზნებისათვის ესეთი ქმედებები არის აუცილებელი. ბატონ დავით და ბუნებრივია მე ტრადიცია მაქვს ასე რომ ყოველი საუბრის შემდეგ რესპონდენტთან ყოველი საუბრის შემდეგ უბრუნდები საქართველოს საკითხებს და ეხლა რაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა. რაც ჩვენ ქვეყანას ეხება, ეს არის deep state. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ყველა სახელმწიფოში არსებობს ეს ფარული მმართველობა, ან დაუშვათ ისეთი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში არ არის, მაგრამ სიტუაციას ფლობს და მართავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ეხლა ამ წამს ჩვენ არ მოგავიხილავთ ნუც ამერიკის deep state, ნუც რუსეთის კრემლის კოშკურებს, ჩვენ ვისაუბროთ საქართველოს deep state-ზე. 12 წელია, ესე იგი 2012 წლიდან 13 წელია უკვე ახალი ხელისუფლება და ბევრი რამ სახელმწიფო უშუალოების და უსაფრთხოების მხრივ ბევრი რამ ალბათ გაკეთდა, ყოველ შემთხვევაში ის რომ ვინარჩუნებთ მშვიდობას და საქართველოში ინტერვენცია ხდება არც ერთი დიდი სახელმწიფოსი, ეს დიდი მიღწევა, მაგრამ ყოველი არჩევნები ან ყოველი დაუშვათ რაღაც საერთაშორისო მოვლენა არის კატალიზატორი იმისა, რომ საქართველოში დაიწყოს რყევა. მე მსგავს რამეს ველი, ესე იგი, ადგილობრივ არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით და პლუს აი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენ გავიუქმდება თუ არა უვიზო რეჟიმი. აი ეს ორი კატალიზატორი ალბათ გამოყენებული იქნება საქართველოში, საქართველოს deep state-ის მხრიდან ქვეყნის შესარყევად. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მე უბრალოდ გავწევი 2012 წელს. რეალურად სადღაც უკვე 99 წლიდან განსაკუთრებული აქტიურობით, თუმცა სადღაც 93-94-ში ამას აქტიურად და ძალიან მასშტაბურად ეყრებოდა საფუძველი. დღის სინათლეზე წამოვიდა ახალგაზრდა ეგრეთ წოდებულ ლიდერთა ჯგუფი, რომლებიც თანაუგრძნობდნენ ყველაფერს უცხოურს და ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად შეურაცხყოფდნენ ყველაფერს, რაც ტრადიციული იყო საქართველოსაც. საბოლოო ჯამში ამ ჯგუფთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები მოგვევლინენ როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პრაქტიკულად ჩვენ და სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თორემ სადღაც 20 წელზე მეტი სახელმწიფოს არ მართავდა ხელისუფლება. სახელმწიფო იმართებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ზოგადად თუ გადავხედავთ იმ ბრუნვას, რაც ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, მე ხშირად მიყვარს ამის თქმა და ეკაც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, ძალიან ბევრი მიფიქრია და ალბათ ყოველს მექნება ამ ფიქრის საშუალება, რომ აი იმ მონსტრებთან ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვართ შესული, იმ ფინანსურ თქვათ უზრუნველყოფაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, როგორ შეიძლება რომ თქვათ გაძლო და ამდეხანს თქვათ ჩვენ და საბედნიეროდ ალბათ თუ ცუდად ვინარჩუნებთ იმას, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა და მე მაინც ვაღიარებ, რომ ამაში ღმერთი არის აუცილებლად ჩართული. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ ყველაზე ადრე და ყველაზე პირველი ადამიანი მე ვიყავი საქართველოში, როდესაც მე ვთქვი ესეთი რაღაცა, რომ თუ არ ვცდები ეს იყო სადღაც ერთი არჩევნების წინ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც პირველ რიგში რაც ყველაზე კარგი გააკეთა ის იყო, რომ არ წამოეგო პროვოკაციას და არ ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და აღნიშნა ის, რომ ზოგადად მაინც ყოველთვის შობია, რომ გააწონასწორებული ოჯახის მოყვარული ადამიანები მართავდნენ ხელისუფლებას, ისეთი ადამიანები, რომელმაც იციან ოჯახის სიყვარული, საკუთარი შვილების სიყვარული, ისინი მარტივად არ გაწირავენ თავიანთ შვილებს. და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი დამსახურება და არის რაღაც სიტუაციები, რომელზედაც ალბათ ჩვენ ჯერჯერობით არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ალბათ გვექნება მომავალში მის საშუალება, რომ კიდევ ვისაუბროთ გარკვეულ ძალებზე, რომლებიც საქართველოს ინტერესებისათვის იბრძვიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და მე ვფიქრობ, რომ მოვადრო, რომ ადამიანებს ეს აუცილებლად დაუფასდება.
ესე რომ რეალურად სახელმწიფო უძლური იყო რომ ამ ძალისათვის ამ ძალას გამკლავებოდა და რამდენადაც გასაკვირად და ცუდად არ უნდა ჩანდეს გარდა იმისა რომ არა მარტო არასამთავრობო სექტორი გარედან უკვე ქვეყნის სახელმწიფო შტოებში მოხდა ამ პირების მაღალ იერარქიებზე აღმოჩენა და მათ ზოგადად არასახელმწიფოებრივი მიდგომების ძალიან დიდი მასშტაბები გამოიჩინეს და პრაქტიკულად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ქვეყანა. ეხლა რომელი მიმართულებაც არ უნდა დავიწყოთ, ზოგადად ეროვნულ საფრთხეობა და სადაზვერვო საქმიანობა ზოგადად მიმდინარეობს ხუთი ძირითადი მიმართულებით. ეს არის პოლიტიკური უსაფრთხოება, ეს არის ეკონომიკური, სამხედრო, სამეცნიერო, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოება. უკაცრავად და ესეთ დაზვერვის მიმართულებები, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ესეთი მიმართულების უსაფრთხოების სეგმენტები აქვს ქვეყანას და პრაქტიკულად ყველა მიმართულება იმდენად იქნა დაუძლურებული სხვადასხვა სადაზვერვო პროპაგანდის ფონზე, რომ პრაქტიკულად ამის ნაყოფს ჩვენ დღესაც ვიმკით და სამწუხაროდ ეს ამ პროცესების გამოსწორება ვფიქრობ, რომ ძალიან ძნელია. ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელზედაც მე ვესწრებოდი და ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ მინდა მისი დასახელება, მან გააკეთა ესეთი ინფორმაცია, რომ ერთი მიმართულებით, აი როდესაც მოიშალა სამეცნიერო ტექნიკური სექტორი, პრაქტიკულად სამეცნიერო-კვლევით ცენტრები, როდესაც ჩამოშალეს და შენობები ხელში ჩაიგდეს, ხოლო ქონება გაყიდეს და საწავი და ის ფული კიდე არავინ არ იცის, რეალურად კონკრეტული მიმართულებებით ზოგადად ცირედი განვითარებაც სახელმწიფო დაიწყოს, ამისთვის აუცილებელია სადღაც 25-30 წელი. ესე იგი ჩვენ ეხლა ამ პრიზმიდან თუ გადავხედავთ ზოგადად ჩვენ მდგომარეობას, კიდევ უფრო ძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ეს ყველაფერი ჩანს. მაგრამ უხარ ჩერჯერობით განსაკუთრებულად რაიმე თქვათ კარგის ნიშანი ამ მიმართულებით არ არსებობს და ყოველთვის როდესაც ქართულ მასმედიაში გამოდივარ, მიმართავ ხელისუფლებას, რომ პირველ რიგში აუცილებლად საგანმანათლებლო სექტორს უნდა მიეხედოს. და ყოველთვის აღმოჩნდა ერთ რაიმეს, რომ არასოდეს არ მიხარია რაც არ უნდა სტუდი მოხდეს ქვეყანაში, არ მიმაჩნია ეს ბედნიერებად, რომ აი ხა თქვათ ეს რა კარგია, რომ ხელისუფლება შეეშალა. თუმცა საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ამით იცოცხლოს, ამით იკვებება და უბრალოდ ვერ აღიქონს იმას, რომ ნებისმიერი ცუდი რაც ხდება, თუნდაც შენი ქვეყნის ხელისუფლების კომპრომეტაციასთან დაკავშირებით პირდაპირ ასახვას პოვებს ჩვენს. ამიტომ ვერ დაგაიმედებთ, რომ ეს სისტემა ბოლომდე დამარცხებულია. ამისთვის საკმარისია, რომ თანამედროვე ეტაპზე შიდა ქვესტრუქტურები ხელისუფლებებისა გაანალიზდეს და ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც კვლავ ინარჩუნებს მათ შორის სპეცსამსახურებში, პოლიციურ უწყებებში, თავდაცვის უწყებაში და ესე შემდეგ და ეს შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვან სოლიდურ თანამდებობებს. ეხლა ამას თავი რო დავანებოთ, რატომ მივიჩნევ, რომ ეს არის საფრთხე. მე არ ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ, თქვათ, სხვადასხვა სტრუქტურებში. აი ესეთი ალბათობით რო გავთვალო, მაშინ მეც არ უნდა ვწეს რაღაცა, რომ მე პრაქტიკულად ყველა ხელისუფლების პირობებში მუშაობდი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე სპეცსამსახურებში, ისე იუსტიციის სამინისტროში და ესე შემდეგ და ეს შემდეგ. აქ არის სულ სხვა რაიმეზე საუბარი. არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაციები, რომელიც აუცილებლად უნდა კონდეს ხელისუფლებას, ესეთი ინფორმაციები არსებობს, სადაც იკვეთება დანაშაულებრივი ნიშნები. ამიტომ იმ პროცესებში, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა და პირები, რომლებიც ამ დანაშაულში იყვნენ ჩართულები, ისინი აუცილებლად თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით არ ვჟით და ვერიდებით ამ ადამიანებს, სულ მცირე ისინი სისტემებიდან უნდა იყვნენ გარიდებული. გამერწმუნეთ, რომ ეს უფრო დიდი ეფექტის მომცემი იქნება, ვიდრე ის, რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ. მე მინდა ახლა შევახსენო ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ქართველებიც გისმენენ, საქართველოს მოქალაქეებიც გისმენენ და ერთი მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას 135 კაციანი შტატი გააჩნდა კონდაზვერვის მიმართულებით. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული განსაკუთრებული რაზმი, რომელიც პრაქტიკულად ებრძოდა როგორც ჯავშობას, ისე საბოტაჟს და ისე ძალიან ბევრ დანაშაულს და საკმაოდ წარმატებულად. ყველაზე ცუდი რაც ხდებოდა ის, რომ მათ მიერ მოპოვებულ აგენტურულ ოპერატიულ და ანალიტიკურ ინფორმაციას ხელისუფლება არ ითვალისწინებდა და
მასალებს რო გადახედავთ, გეგონებათ რომ რასაც ეუნებოდნენ, რომ ეს არ გააკეთო, ამის აპირისპიროდ მოქმედებდნენ და კი შევხედეთ საბოლოო ჯამში რა დაამთავრეს, მაგრამ დააკვირდით აი იმ ხელისუფლების მოქმედებას. ალბათობის მაღალი ხარისხით ის ხელისუფლება წინასწარ იყო გარიგებული როგორც საბჭოთა რუსეთთან, ისე საფრანგეთის ხელისუფლებასთან და საბოლოო ჯამში მათ მიიღეს თავშესაფარი. აღარაფერს აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა ქონებები და რა გაიტანეს და როგორ გაიტანეს. 1932 წლამდე მათ შორის კონდაზორის უტყება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონდაზორის უტყება ემიგრაციაში მოღვაწეობდა. და გარკვეული მნიშვნელოვანი მასალები შესაძლებელი უკვე შემოტანილი, როდესაც მე ვიცავდი, ეს იყო 2006-2007 წლები, ამ დროს ეს არქივი გონი ჩამოტანილი იყო და გახსნილი არა და რო გითხოთ სიმართლე, ახლა არ ვიცი, არის თუ არა გახსნილი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, დააკვირდით თანამედროვე საქართველოსაც და სხვადასხვა ხელისუფლებებს და ხელისუფლების წევრებს. მე მგონი, ან მოსვლამდე აქვთ ბოდიში ხა ესეთი რუსული სიტყვა უნდა გამოვიყენო, გაიასნებული უცხო სახელმწიფოებთან მყარი კონტაქტი თავშესაფრის შესახებ, ან სანამ მოდიან მანამდე, ან უკვე რომ მოდიან, მერე აკეთებენ ამას ყველაფერს და რა მარტივად მიიღეს თავშესაფრები უცხო სახელმწიფოებში და რის მხარზე კიდე ეს თალკე შეკითხვის თემა არის, ამაზე მერე შეგვიძლია სხვა მიმართულებით კიდევ ვისაუბროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ იმ ფაზაში, რომ პრაქტიკულად ჩვენ ჯერჯერობით დამარცხებული არ გვყავს ის ანტისახელმწიფოები. მე მიყვარს ესეთი საუბარი, ეხლა deep state და ესეთი თემები გასაგებია, მაგრამ ცოტა გასაგებენაზე რო ვისაუბროთ და ქართულად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალები. მე არ ვსაუბრობ არასოდეს ანტისახელისუფლებას. მე შეიძლება ხელისუფლების მიმართ მე მაგალითად ძალიან კრიტიკული შენიშვნები მაქვს, მაგრამ ეს კრიტიკული შენიშვნები მაქვს არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანი მეზიზღება პირიქით. მე მინდა რომ მე მყავდეს ძლიერი ხელისუფლება და ქვეყანას ყავდეს ძლიერი ხელისუფლება, რომ ის ეროვნული საფრთხეების სისტემა იყოს მდგრადი. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ, ოღონდ ისინი იყვნენ კარგად, არც ის აინტერესებთ, რომ თავიანთი ქვეყანა როგორ იქნება, რა იქნება და ის იყოს ზუსტად იმის გამოძახილი, რომ სვისი გაზრდილი შვილების ხარჯზე უნდათ საომარ მოქმედებებში ჩართო. მე გახლავართ ის ადამიანი, რომელიც ჩემი თვალით ვნახე 2008 წლის მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვსახურობდი თავდაცვის სამინისტროში, მე ვასრულებდი ჩემ მოვალეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ვიყავი იმ გეოგრაფიულ მონაკვეთზე, სადაც მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები. და ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ვინ სად იყო, როგორ იყო და ვინ როგორ იყო გაქცეული და როგორ ამზადებდა აი ქონებას ასაღებად, მაგრამ არავინ არ დაისაჯა. ისინიც კი მის დასაჯეს ჩვენ და სამწუხაროდ. და მითო ვიძახი, რომ ზოგადად ყველა ეთერში რომ საბოტაჟის მცდელობები არის, დაისაჯენ ისეთი დანაშაულისათვის, ის არაფერი არ არის. რეალურად სახელმწიფოებრიობის გათვალისწინებით არსებობს უფრო მაღალი დონის დანაშაულები, რომლის ნიშნები ამ პირთა ქმედებაში იყო და ნახეთ, როგორ უდარდელად მოიხადეს სასჯელები ძალიან მცირე და როგორ უდარდელად იხდიან და ძალიან მალე ალბათ გავლენ საქართველოსთან და იმ ფულებს, რაც აქ სხვისი სისხლის და ტანჯვის ხარჯზე მოიპოვეს, შემდეგ გამოიყენებენ უცხო სახელმწიფოებში. მე მაინც ვთვლი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან მიზანმიმართულად შესაძლებელია ეს იყო მისი გეგმა, მაგრამ მან ძირითადი აქცენტი გააკეთა ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან დიდი კომპლექსებით იყვნენ გამორჩეული და ზოგადად აი ეს ეთყობა კიდევაც ყველა იმ პროცესს, რაც საბოლოო ჯამში შემდეგ ჩვენი უბედურებით დასრულდა სხვადასხვა ეტაპზე. იმეც ვიტოვებ და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენ თამაში მეთანხმებით, რომ ჩვენ მაინც სიკეთეს უნდა ველოდოთ და ჩვენი ვალია, რომ ერთადერთი რასაც ვფიქრობ ყოველთვის და რაც მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოსათვის, რომ უნდა დასრულდეს იმაზე ფიქრი, რომ ძალადობრივად რომელიმე ხელისუფლება იქნება დამხობილი. ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოში და არჩევნებით. ეს არის უცილობელი პირობა, მაგრამ იცით რატო ვართ ესეთ მდგომარეობაში? ეს იმიტომ ვართ, რომ ზოგადად ჩვენ ყველაფერი ის, რაც მოხდა პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი დამხობა არ გადავაფასეთ. აი ის რო გადაგვეფასებინა, იქ ძალიან კარგად დავინახავდით ჩვენ ისევ არა მარტო რუსეთის როლს, არამედ იქ ჩვენ დავინახავდით ამერიკის შეერთებული შტატების როლსაც, რომელიც პრაქტიკულად იმ პერიოდში თავიდან ბოლომდე კვებავდა რუსეთის ხელისუფლება, სადაც ეგრეთ წოდებული ვერ ვიტყვი მავნე ლიბერალური ძალები იყვნენ ძალიან თავმოყრილები. ამიტომ
მე ძალიან წუხარ მათ შორის იმაზეც, რომ რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადაცემებს ძალიან ხშირად უყურებ, იმიტომ რომ ის ანალიზისათვის ძალიან მეხმარება და იმეც ვიტოვებ, რომ თუ ეს საუბარი ვინმესთვის გასაგები იქნება, მე ძალიან ვთხოვდი რუსულ მხარესაც, რომ საქართველოს დადანაშაულებას ბევრ პროცესებში თავი უნდა დაანებონ. ჩვენ ვართ ერთი პატარა ქვეყანა და როგორ გარემოცაში ვცხოვრობ, ძალიან კარგად იცის რუსეთის ფედერაციამ და ალბათ ყველაფერი ის რაც მოხდა რუსეთმაც თავის თავში გარკვეულწილად დანაშაული უნდა მოიძიოს, იმიტომ რომ როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს, იქ არ არსებობს რომ ერთი მხარე მაინც იყოს მართალი, უბრალოდ ზედმეტ ნაკლებობით შეიძლება იყოს მართალი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდანაც დაშვებული იყო მნიშვნელოვანი შეცდომები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ორი მართლმადიდებელი სახელმწიფო ესეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩავარდნილიყავით და დავაკვირდეთ კიდე ერთ პროცესს. შემთხვევითი მოვლენები არ ჯერა, იმიტომ რომ საქართველოში კასკადი იყო ზოგადად და მთელი ჯგუფები იყო მობილიზებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წინ უსწრებდა ყველა იმ დამაზიანებელ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა და შესაბამისად საომარი მოქმედებებიც იყო იმის ერთი დასტური, რომ საქართველო და რუსეთი რაც შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან შორს უნდა ყოფილიყო. ახლა თუ მოვლენების პარალელიზმით ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, რომ ეს მოდელი გამოყენებული იქნა უკრაინასთან მიმართებაშიც, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაც არის მართლმადიდებელი სახელმწიფო. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ როგორც კურნალი ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს და ყველა თავის შეცდომას გარკვეულწილად თქვათ აღიარებს, ან თუ არ აღიარებს, ყოველ შემთხვევაში რაღაც ქმედებით გამოხატავს მის დადებით პოზიციას, რომ რაღაც ცდილობები ერთმანეთს მოუშვოთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ რჩება. იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ შორს გავიხედოთ, ზოგადად უნდა გქონდეს ძალიან ახლო ხედვის, კარგი ანალიზის უნარი, იმიტომ რომ სანამ შორს გავიხედავდეთ, შესაძლებელია ეს ხედვა ჩვენ საერთოდ დაგვიხსნონ და მაინც დაბალანსებულად შეგვიძლია რომ გარკვეული პოზიციები კონდეს საერთაშორისო არენაზე და მე მინდა რომ თქვენს და ჩვენს და ყველას უსურვო რომ პირველ რიგში მშვიდობა იყოს საქართველოში. ბატონ დავით, ძალიან მადლობა ამ ინტერვიუსთვის. მაქსიმალურად ინფორმატიული გამოვიდა, რაც შეიძლებოდა რომ ეთერში თქმულიყო, ბუნებრივია და მე ვისურვებდი რომ ის რაც აი იმ პათოს უერთდები როგორც თქვენ დაასრულეთ ახლა თქვენი სიტყვა რომ იმედი ვიქონიოთ რომ საქართველოს ყველაფერი კარგად იქნება და ეს თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული როგორც საქართველოში მცხოვრებ ქართველზე ასევე ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე და ყველას უსურვებ მშვიდობას, ბედნიერებას, თქვენს ბატონ დავით, თქვენს პირად ცხოვრებაში, ოჯახში, თქვენს საქმიანობაში და მე ვისურვებდი რომ ჩვენ კიდევ შევხვდეთ, იმიტომ რომ ძალიან ცვლად სამყაროში ცხოვრობთ, მოვლენები სწრაფად ვითარდება და განსახილველი ალბათ კიდევ ბევრი იქნება და ჩვენი მაყურებლისთვის თქვენი კომპეტენტური აზრი ყოველთვის საინტერესო იქნება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და კარგად გრძანდებოდით გემშვიდობებით.